ესე ჰაერიდან აღმოსულა ის ისტორია, რაზეც დღეს ქალბატონმა მზია მისაუბრა ელიავას ინსტიტუტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა იყო უმნიშვნელოვანესი და სწორედ აი ამ გამოცდილების გარკვეულწილად ფორმალიზება, გასტანდარტება, მეტი სიცხადე რო შეგვეტანა ფაგოთერაპიაში, ზუსტად ამიტომაც დადგა ის წესრიგში საკითხი, რომ სივრცეში შექმნილიყო კლინიკა, ფაგოთერაპიული კლინიკა და ის ზუსტად ფერი ეს გამოცდილება, რასაც შეიძლება ითქვას, რომ მალაპარაკებს ცივილურ სამყაროს ესე აკაცებით, ზუსტად აი ამ კლინიკაში ხორციელდება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ინსტიტუტის დიდი მხარდაჭერით. ეს ჩვენი კლინიკა უნდა ცოტა მეტი ვისაუბრო იმაზე, რომ ჩვენ აუცილებლად ძალიან დიდი აქცენტი ჰქონდა თავიდანვე ხარისხზე. მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ჩვენ ქართველი პაციენტები გვაკითხავენ, ძალიან ბევრი და დიდი მოთხოვნაა ჩვენ სერვისებზე უცხოელი პაციენტების მხრიდან. ქალბატონმა მზიამ თქვა, რომ 84 ქვეყნიდან არიან ჩვენთან პაციენტები ჩამოსული ნამყოფები და ბუნებრივი ვიცით, ახლა ისეთი ქვეყნებიდან გაჩვენებთ, საიდან მოდიან ჩვენთან პაციენტები, ბუნებრივია, რომ მათი გაკვირვება, მათი გაცვიფრებას ვერ მოვახერხებთ, მაგრამ თუნდაც ის, რომ მაღალი ხარისხი, რა თქმა უნდა, უნდაჩვენება და სტანდარტები უნდაჩვენება, ეს ბუნებრივია და გარდა ამისა, ჩვენ თავიდანვე ძალიან პაციენტ-ცენტრული კლინიკა ვიყავით, სადაც აი რასაც მინდა, რომ მაქსიმალურად ხაზი გაუსვა პაციენტი აუცილებლად ჩართული ყავს სამკურნალო პროცესებში და რა თქმა უნდა, ბოლომდე ვუხსნით მას სად, რატომ, ისთვის ნიშნავ განათვლილ პრეპარატს. აქვე მინდა გითხრათ, რომ უცხოელი პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ვართ. წარმოიდგინეთ, რომ მათ მოვლილი აქვთ, არ ვიცი, ყველაზე მაღალი დონის, მაღალი კვალიფიკაციის კლინიკები და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან ჩამოსული პაციენტები. და ხშირად ჩვენთან მომართულ უცხოელ პაციენტებს განვითარებული აქვთ ანტიბაქტერიული რეზისტენტობა, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და მათზე ფაქტიურად არც ერთი ანტიბიოტიკი არ მუშაობს. აი ესეთი პაციენტებისთვის ჩვენ ვართ ბოლო იმედი. ფაგებისთვის მინდა გითხრათ, აბსოლუტურად სურათია ყველანაირი რეზისტენტობისთვის ის აბსოლუტურად სხვა მიდგომებია და ბუნებრივია ფაგი ამ დროს ძალიან ეფექტურად გამოიყურება ხოლმე და ჩვენ ზუსტად ამაზე დაფუძნებით გვაქვს ის кейსები, რომელსაც ასეთ თავდაჯერებით წარმართავთ ხოლმე და ვაჩვენებთ ხოლმე საერთაშორისო კონფერენციებს. ჩვენი კლინიკა მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ახსენა, რომ არ არის დიდი, საკმაოდ დიდ საქმეს აკეთებს, არა მარტო კონკრეტული პაციენტებისთვის, ისე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის. ეს სლაიდი ქალბატონ მზიამაც აჩვენა, მაგრამ მე მაინც რაღაცა ძალიან საამაყო იმაში არა კიდევ ერთხელ წარმოვადგინე, ეს არის ის 84 ქვეყანა და ხედავთ ახლა თქვენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპის ყველა ქვეყანა, ავსტრალია, ახალი ზელანდია არის, აი ყოველ ჯერზე როცა ახალი ქვეყანა გამოჩნდება ხოლმე გვიხარია და აუცილებლად აღნიშნავთ ხოლმე ამას. როგორც გითხარით, მოცვა გეოგრაფიული ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს პაციენტები უმეტეს შემთხვევაში არიან ძალიან დიდხანს დამკურნალები. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენთან მოსული პაციენტები უცხოეთს გავუსვამ ამ შემთხვევაში ხაზს, ძირითადად არიან ქრონიკული ინფექციები. მე უფრო დეტალურად რა დაავადებებით არიან, ამაზე აუცილებლად კიდევ ძალდებით ვესაუბრებ. აქვე გეტყვით, რომ სერვის, როდესაც ჩვენ ვეწევით, ეს არის როგორც ადგილობრივად, ჩვენთან ჩამოსული პაციენტები, ისე დისტანციურადაც გვიწევს ხოლმე მათი მართვა, განსაკუთრებით ეს სერვისი ჩვენს რეალობაში უფრო მეტად განვითარდა COVID-ის პერიოდში, ბუნებრივია მაშინ ესე ჩამოსვლის პრობლემა ძალიან რთული იყო და ასეთი პაციენტები რო არ დარჩენილიყვნენ სამედიცინო სერვისების გარეშე, მიმართეთ დისტანციურ კურნალობას, რა თქმა უნდა, აქ მეტი სიფრთხილეა ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი დეტალური ყოველდღიური კონტაქტი პაციენტთან არ აქვს, თუმცა როდესაც ადგილზე ჩამოდიან, რა თქმა უნდა, ეს
მეტ საშუალებას გაძლევს, რომ პაციენტი ყოველდღიურ რეჟიმში შევამოწმოთ, ნახოთ დინამიკა, როგორ მიდის ესა თუ ის დაავადება და ბუნებრივია ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ პაციენტი იყოს კმაყოფილი, როდესაც ჩვენს კლინიკას, ჩვენს ქვეყანას ტოვებს ჩვენი კურნალობის შედეგი. ეს არის მაინც მინდოდა, რომ მეტი აქცენტი გამეკეთებინა კლინიკების და ჭრილში მეჩვენებინა, ვთქვათ, რომელი პაციენტები არიან უფრო ხშირად ჩამოსულები და ხედავთ, რომ ყველაზე მეტი არიან ნიდერლანდების სამეფო და მერე არიან გერმანია, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ასე შემდეგ. ინდოეთის ხოთეშობის ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ჩვენთან, ოღონდ საკმაოდ მე ვიძახი ამ შემთხვევაში მხოლოდ განვითარებული კლინიკიდან მოდიან ხოლმე ჩვენთან პაციენტები და ამაზეც მინდა, რომ ცოტა მეტი დეტალი გითხრათ, რამდენიმე სლაიდის შემდეგ. ეს არის ძირითადად ის გამომწვევები, რომელიც ყველაზე ხშირად ითესება ჩვენთან და უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე ესეთი შეიძლება ითქვას, ყველაზე ხშირი გამომწვევი არის ხოლმე ეშერიხია კოლი და შემდგომ უკვე მაგრამ ენტეროკოკი არის, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი და ასე შემდეგ. ეშერიხია კოლიც მაინც ჩვენთან რაღაცა ესეთი. აი ყველაზე ხშირი გამომწვევია და შესაბამისად ყველაზე ხშირად უცხოელ პაციენტებში მომართვიანება არის ხოლმე უფრო urogენიტალური პათოლოგიები. აი ხედავთ, მაგალითად იგივე უცხოელ პაციენტებში ყველაზე ხშირი თვითკიდეც ბაქტერიული პროსტატიტია, გლიკსოვილების ინფექცია, შემდეგ საშარდების ქრონიკული ბაქტერიული ცისტიტი, აი ცალკე გამოყავით იმდენად ხშირად მოდიან ხოლმე, წარმოიდგინეთ წლების განმავლობაში, როდესაც ადამიანებს მსგავსი პრობლემა აქვს, არანაირი ანტიბიოტიკი მათზე აღარ მოქმედებს, ბუნებრივია მათ სხვა გამოსავალი არ რჩებათ, რომ მომართონ ჩვენ კლინიკას და მიმართონ ფაგოთერაპიის პროცედურას. ასევე ძალიან ხშირია ნაწლავური ფუნქციური დარღვევები, ქრონიკული სინუსიტები და განიზიანებული ნაწლავის სინდრომი, იცით როგორი პოპულარული დიაგნოზია და მათ შორის ეს დიაგნოზი პოპულარულია ჩვენ კლინიკაშიც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ უცხოელი პაციენტებისთვის და თუმცა ქართველ პაციენტებსაც გაჩვენებთ ეხლა ქართველი პაციენტებთან მიმართებაში ცოტა სხვანაირი სურათია და ქართველები ჩვენთან მაინც წვავე ინფექციით უფრო მოგმართავენ ხოლმე და ასე დროს თერაპევტი უფრო დაკარგული ვართ, აი ქალბატონი არის ყველაზე მეტად დაკარგული ყავს ხოლმე და ყველაზე მეტი საინტერესო кейსი, ვისაც აი მე ქალბატონი ამას უფრო დეტალურად მოყვება. შემდგომ აი ხედავ გინეკოლოგია, დერმატოლოგია და ამასაც გეტყვით ახლა. ოტორინოლარინგოლოგია, უროლოგია, ქირურგია, პედიატრია, ეს სპეციალისტები არიან ჩვენთან ყველაზე მეტად მოთხოვნადი ფაგოთერაპიის კუთხით. აი დერმატოლოგიაზე მინდა რომ ვთქვა, ძალიან დიდი ეფექტი და ძალიან კარგი ეფექტი მოგცა ფაგების უშუალოდ კაშმეზოთერაპიის გზით შეყვანა. ვერ წარმოიდგენთ, როგორი კარგი შედეგი არის განსაკუთრებით აკანის შემთხვევაში. ძალიან აი ჩვენთვის გასაოცარი შედეგები მივიღეთ და წარმატებით ვიყენებ ფაგებს აი ფილსოვის ინფექციების დროს. ასევე მინდა რომ ცალკე გამოყო ქირურგიული პათოლოგიები, განსაკუთრებით ოპერაციის შემდგომი გართულებები. მოგეხსენებათ, როდესაც ჩირკოვანი პროცესები მიდის ხოლმე, ეხლა არც ერთ ქირურგს არ უყვარს და მე აი ძალიან რთულად მოსავლელია ესეთი პაციენტები, ეს ზუსტად რავადყავს ესეთი. ჩვენი ქირურგიც საკმაოდ დაგრთულია აი ამ მოთხოვნების. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ფაგებზე, მინდა რომ საერთოდ ჩამოვთვალოთ მაინც ყველაზე კონკრეტულად ავასახელოთ, ვთქვათ, რა დიაგნოზებით მოდიან და აქვე მინდა რომ რეალისტური მოლოდინები გქონდეს ფაგებთან მიმართებაში. აი ნამდვილად რაღაც გვაქვს ხოლმე ეს აქტაცების მომენტი, როდესაც ვხედავ გაუმჯობესებას, ვხედავ განკურნებას, მაგრამ აქაც მინდა რომ რეალური განცდა და რეალური მოლოდინების შექმნას ჩვენს და პაციენტებთან მიმართებაში, იმიტომ რომ არის შემთხვევა, როდესაც ფაგოთერაპიის შედეგად მაქსიმალური კურნალობის შედეგი არ მიგვეღია. ესეთებიც ხდება და მე აი წარმოვიდგინეთ აი ვთქვათ ჩვენ გვაქვს success rate, ანუ ასე ვთქვათ შედეგები როგორი გვაქვს მიღწეული დიაგნოზების კურნალობის შედეგად.
ხედავთ, რომ რესპირატორულ სისტემაში და რესპირატორული დაავადებების დროს ჩვენთან ძალიან ხშირია ხოლმე ქრონიკული ანთელიტი დაავადებები, მათ შორის არის ბრონქოექტაზიები, ასევე ქრონიკული ბრონქოლიტები, იგივე ყოლია ჩვენ პაციენტები ცისტური ფიბროზით, ისტორიული ფიბროზით, მუკოვისციდოზით, ამაზე ქალბატონილია დეტალურად кейსებს ფიბრომოგრაფსებს და ხედავთ, რომ success rate გვაქვს სადღაც 67%. ასევე მაგალითად კანის ჩირქოვანი ინფექციები ხედავთ, რომ 72%-ია. თქვენ იგივე საშატე გზების ინფექცია 70, შინაგანი მედიცინის დაავადებები, მათ შორის წაგზიანებული ნაწლავის სინდრომს რო ამბობ ხოლმე, ხედავთ, რომ არის სადღაც 82%. უფრო დაბალი არის ხელყურცხვირის სინუსიტებთან მიმართებაში, მაინც განსაკუთრებით მინდა ვთქვათ, უფრო დაკლებული, უფრო ნაკლები რეიტი გვაქვს გამოჯანმრთელების და ქირურგიაში გვაქვს სადღაც 64%. თუმცა ცოტა მოიმატა ბოლო პერიოდში ქირურგიის кейსების success rate-მა უფრო ეფექტიური. ერთი სიტყვით მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ეს განცდა სწორად გქონდეს. ახლა მე შევსვარ იმას ვისგან, რომ რომელიმე მეთოდი 100%-ით უკურნალობს რაღაცას, ხო? და არ მინდა რაღაც იცით რა სუსტად ვიცოდეთ ხოლმე, ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ესმოდეს, რამდენად მისი დაავადება ნამდვილად ფაგოთერაპიისთვის არის გამიზნული. იმიტომ რომ ჩვენ რო გაიგება ხოლმე ფაგებს და გაიგება რომ კარგია, შეიძლება ისეთი დაავადებებით მოგვარდო, რომელიც საერთოდ არ არის ბაქტერიული გენეზის და რეალურად არც ეფემდებარება შესაბამისად ფაგოთერაპიას. ამიტომ ძალიან მიზნობრივად, ძალიან სწორ დანიშნულებით ფაგები მუშაობს. აი ეს მინდა რომ ვიცოდეთ, რომ ნამდვილად იყოს ის ბაქტერიული გენეზი, იმ ბაქტერიაზე ფაგი გქონდეს და შესაბამისად დაინიშნოს უკურნალობა. ეხლა ქალბატონზე ვისაუბრე, რომ ჩვენ გვაქვს სტანდარტული ფაგები და გვაქვს ინდივიდუალური ფაგების დამზადების საშუალება. ეს არის უნიკალური საშუალება, რაც ჩვენს ინსტიტუტს აქვს და რასაც ჩვენ ვიყენებთ ჩვენ პაციენტებთან მიმართებაში. პირველი და მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენთან პაციენტი მოდის, რა თქმა უნდა, ეს არის ბაქტერიული ანალიზი იმ კონკრეტული ნაცხის, ვისი ინფექციაც